ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით, უფასო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. თათების იმედი ამ ღონისძიებას ესწრება და მოგიყვებით. რამდენი ცხოველი აიცრა და რატომ არის მნიშვნელოვანი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე პირველად 2007 წლის 28 სექტემბერს აღნიშნეს. ეს დღე მიზნად ისახავს მსოფლიოს გაერთიანებას ამ დაავადების აღმოსაფრთხებლად და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცოფის პრევენციის შესახებ. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება და ყოველ წელს 28 სექტემბერს უფასოდ შეგვიძლია აუცრათ საკუთარი თუ მიკედლებული ცხოველები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში უფასო ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ვარკეთილის ხევის პარკში, თემქის ხევის პარკში, ბაკის პარკსა და ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, სადაც დათქმულ დროსა და ადგილზე მოქალაქეებს საკუთარი თუ მიკედლებული ცხოველები მოჰყავდათ ასაცრელად. წინასწარ განზრახულ ლოკაციებზე ვახორციელებთ ანტირაბიულ ვაქცინაციას, როგორც პატრონიან ცხოველებზე, ასევე ქუჩის ცხოველებზე და შესაბამისად ჩართულობაც შეინიშნება დიდი აქტივობით. ნახე უფასო ვაქცინაცია Facebook-ის მეშვეობით და ჩამოვედი თემქის პარკში, სადაც ჩაუტარდა უფასო ვაქცინაცია. მადლობა. ცოფი ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანაშია გავრცელებული. ცოფის ვირუსი მხოლოდ ძუძუმწოვარ სახეობებს აინფიცირებს. ინფიცირება ხდება დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენითა და დაკაწვრის შედეგად. ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა დროული ვაქცინაციაა. უფასო ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოში 2013 წლიდან ტარდება და ცოფის შემთხვევები 96%-ით არის შემცირებული. ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს დახმარებით 5000-მდე შინაური და მიკედლებული ცხოველი აიცრა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ანტირაბიულ ვაქცინაციას და მინდა აღვნიშნო, რომ წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩაატარა 12000 ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დედაქალაქში წელს ცოფით ვირუსის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე მინდა მოუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ყოველწლიურად უზრუნველყო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია და დაიცვან როგორც ცხოველების, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცოფთან ბრძოლის დროს ვებრძვით თავად დაავადებას ვაქცინაციის გზით და არა ცხოველებს. ცხოველების ვაქცინაციით კი ვზრუნავთ როგორც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, ისე საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ანტირაბიული ვაქცინაციისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ჩავუტაროთ დეჰელმინთიზაცია, ანუ დავამუშავოთ შინაგან პარაზიტებზე. აცრის დროს ყურადღება მივაქციოთ ვაქცინის ვარგისიანობასა და შენახვის პირობებს. მიკედლებულ თუ საკუთარ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავუკეთოთ ყოველ 11 თვეში ერთხელ. დროული ვაქცინაციისთვის უნდა მივმართოთ ვეტერინარს ან თბილისის მასშტაბით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. რეგიონის მიხედვით კი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. ერთად შევქმნათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად თანაარსებობისთვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემო. ჩვენ თათების იმედი ვართ. რა თქმა უნდა, პრევენცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასეთ შემთხვევაში პრევენცია არის ცოფის აცრა, რომელიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინა ყველას. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ეს ვირუსი საბოლოოდ გაქრეს, ხო, აღარ იყოს. და უფასოდ ამ ტყეში ვერ გავაკრობთ. მაგრამ ქალაქში რო აღარ იყოს, ამას რა თქმა უნდა, კარგი გადაცემა უნდა